მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაკეთოთ ახლა თემა იქნება ესეთი, მინიშნებები მაღალი ძალებისგან, თქვენთვის საინტერესო თემატიკა იქნება ეს თუ უბრალოდ რაც ჩათვლიან საჭიროთ მაღალი ძალები, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, ვეცდები მაქსიმალურად მოგაწოდოთ ეს გაშლა დიდი ხანია მქონია და ვფიქრობ საჭიროა რადგან მომინდა ახლა ამ წუთას საჭიროა რაღაც ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ ალბათ ყველა ვარიანტი ლაიკები მეგობრებო არ დაგეზაროთ ანერგოცლისთვის და მიიღეთ გამიკომენტარეთ გამოიწერეთ ვისაც გამოწერილი ჯერჯერობით კიდევ არ გაქვთ ჩემი გვერდი და ოყმანოთ და სინამდვილეში პირად გაშლებს აკეთებთ ჩემთან პირადი გაშლებისთვის ტელეგრამზე შეგიძლიათ მომწეროთ ან მომწეროთ აქ და ფარსებს დეტალებს გაგაცნობთ ყველაფერს მე იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენი ახლა ეს გაშლა კონკრეტულად რა ენერგიებში ხართ ახლა დღესდღეობით თქვენ რას გრძნობთ რას რეზონირებთ ფიქრობთ ზღვაზე და მზეზე ფიქრობთ სითბოზე ფიქრობთ რაღაცა დათბობა გინდათ მიმართულება გინდათ შეიცვალოთ კონკრეტულად პირდაპირ მნიშვნელობით რომ გითხრათ შვებულებაში წასვლაზე ოცნებობთ თბილ ქვეყნებში იქნება ეს თუ სადმე სადაც დაისვენებთ და თქვენი მეორე მე თქვენი შინაგანი მე იგრძნობს თავისუფლებას ემოციურ დახვავებულობას ასე ვთქვათ მზისგან, სითბოსგან, ახალი ტერიტორიების ნახვისგან, ახალი შეგრძნებებისგან, ახალი ემოციური ტალღისგან, რომელიც თქვენ აღგაფრთოვანებთ, ასე ვთქვათ, გადაადგილებაში, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულად ვიღაცას გინდოდეთ კონძულზე წასვლა, ან ზღვის გადაცურვა, ან შორ მანძილზე, სადაც თქვენ ეხლანდელ სამყოფელსა და იმ ადგილს შორის რაღაცნაირი სიშორია კონკრეტულად ბევრისთვის არ იქნება ეხლა რასაც ვიტყვი მაგრამ რაღაც ნაწილისთვის არის მცირე ნაწილისთვის სადღაც 20%-ისთვის ამაყურებლის რომ ხართ ეხლა ამ წუთას ემიგრაციაში და ეს თქვენ ძალიან გულს გიგმირავთ და ცუდ დეპრესიაში გამყოფებთ მოდი ესე ვიტყვი და დაბრუნებაზე ოცნებობთ კონკრეტულად თქვენ მამულში, თქვენ ქვეყანაში, იმ ტერიტორიაზე, იმ ოჯახში, სადაც გაიზარდეთ, სადაც თქვენი ოჯახია, თქვენი ფესვებია, ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ თემატიკასთან დაკავშირებით, ანუ ძალიან ნაწილი ამ მაყურებლების ამ გაშლის არის ემიგრანტებისთვის, ვინც იმყოფებით გამოსავლის პოვნის მომენტი გაქვთ რომ აი როგორ დაუბრუნდე, როგორ მოვახერხო რომ მალე გადავიხადო სიტყვაზე ის იპოთეკა იქნება, ის ვალები იქნება, ის რაღაცა მნიშვნელოვანი თემატიკა რომ დაასრულო, რომ დაბრუნდე შენ ოჯახში, შენ კერაში, შენ ნათესავებს და ოჯახის წევრებს და მეგობრებს, საყვარელ ხალხს ჩაეხუტო, ჩაეკონო და შენ ქვეყანაში იყო და არა იქ სადაც ხარ, ეს არის ძალიან ბევრი ცოტა ვთქვი, მაგრამ არის ნაწილი ამ ადამიანების ემიგრაციაში მყოფები და დამიწერეთ კომენტარებში ვინსად იმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ დამიკომენტარეთ ვინ საიდან უყურებთ კონკრეტულად ახლა აი ამ გაშლას ამ ვიდეოსას. ასევე არის ნაწილი, როგორც თქვი, რომ დასვენება გინდათ, მზე გინდათ, ზაფხულზე ოცნებობთ და ნატრულობთ, აი ერთი სურვილი გაქვთ, ასე ვთქვათ, როდის დათრება და მიიღებთ იმ შვებულების პერიოდს რომელიც გეკუთვნით სამუშაო რეჟიმით და წახვალთ და დაისვენებთ, ასე ვთქვათ. ზღვაზე იქნება, მთაში იქნება, ყოველს თქვენი გაქვთ, მაგრამ უმეტესობას აი ეს ზაფხული, მზე, ეს გარუჯვა ძალიან გინდათ ფერი და აი თითქოს გამოწურული ლიმონივით გადაღლილობას გრძნობთ და ფერიც კი სარკეში რო იყურებით ნაწილი იქნება ასეთი, რომ თქვენი საკუთარი ფერიც კი რაღაცნაირად აღარ გსიამოვნებთ, აი შეფერილობა გინდათ, ტანზე, სახეზე, ზღვის, მზის, სითბოსი და ზაფხულის და ემოციური, ასე ვთქვათ, დამუხტვა ენერგეტიკული აი ამ ზაფხულის პერიოდისგან და ამ შვებულებისგან, ასე ვიტყოდი. თუ ესეთ ენერგიაში ხართ და გრძნობთ, რომ თქვენი ეს გაშლა, წავედით, გავიგოთ მაშინ რისი თქმა უნდათ მაღალ ძალებს თქვენთვის. თუ კონკრეტულად ეს გაშლა არ ემთხვევა, მაინც ბოლომდე უყურეთ, შეიძლება ბოლოში რაღაც საინტერესო დაემთხვეს თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მაინც მიიღოთ მაღალი ძალებისგან. გულის ტკივილი აქვს. გულის ტკივილი ამოსული ის, რაზეც თქვენ გული გტკივათ. შეიძლება იყოს კონკრეტულად პიროვნება, რომელიც თქვენ ამ ქვეყნიდან ნამდვილად წავიდა, გარდაიცვალა და ვისმა
ამ ქვეყნიდან წასვლამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა თქვენ გულს და ემოციური ფონი გაქვთ ძალიან სტრესული, მას შემდეგ ძალიან ასე ვთქვათ, ვერ მოგიშუშებიათ ეს გული და იცით რომ რაც არ უნდა ეცადოთ რომ ამოკეროთ, მაინც არ ამოიკერება საბოლოოდ და არასდროს არ დაგავიწყებოთ ეს გულის ტკივილი ამ ადამიანის წასვლისგან მიღებული თქვენ ცხოვრებაში. მოკლედ, ბევრისთვის ეს იქნება ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი, ნათესავი, ძალიან ახლობელი, ძალიან ოჯახის არ ვიცი, წარმომადგენელი, გვარის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარდათ. ბებია, ბაბუაც რო იყოს, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, მიზიდულობა და კავშირი გქონდათ, ასე ვთქვათ, ადამიანთან. რაღაც ნაწილისთვის იქნება ის, რომ ეს იყო თქვენი საყვარელი პიროვნება, ადამიანი, რომელიც მეორე ნახევარი ზოგიერთისთვის შესაძლებელია იყოს ადამიანი, ვინც ძალიან გიყვარდათ, აი ძალიან ემოციურად დაკავშირებული იყავით ამ ადამიანთან და ასე ვთქვათ, ბევრი ფანტაზიები და ემოციები გქონდათ ამ ადამიანთან სამომავლო, ბევრ რაღაცას განიხილავდით, ბევრ თემაზე გქონდათ საუბარი ხოლმე, არჩევანს ეკითხებოდით, ასე ვთქვათ, რჩევას უბრალოდ ეკითხებოდით ამ ადამიანს და მის განღებულობდით თქვენთვის საინტერესო თემატიკაზე, ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, რჩევებს იქნება ეს თუ რაღაცნაირად დამაყოვებელი იყო და თქვენი სულის წამალი ადამიანი იყო, ესე ვიტყოდი, ადამიანი, რომელიც თქვენ წარსულში დარჩა და გულის ტკივილი კიდევ ვიმეორებ დაგიტოვოთ, რა უნდა იცოდებთ მაღალი ძალებისგან ამ ადამიანთან მიმართებაში. უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ თავს იტყუებთ იმითი ახლა ამ მომენტისთვის, რომ თითქოს მუშაობთ ამ თემის დავიწყებაზე. თქვენ რეალობაში არ მუშაობთ და წარსულით სულ ბრუნდებით აი ამ ტკივილში და ვერ გამოდიხართ, ასე ვთქვათ, ჯაჭვურად რაღაცნაირად სულ იხედებით წარსულისკენ. ვერ გამოდიხართ მდგომარეობაში იმისი, რომ ვისთვისაც ეს მეორე ნახევარი და საყვარელი, ასე ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობა გქონდათ და დაკარგეთ იმ ადამიანებზეა ეს ინფორმაცია, რომ იმუშაოთ თქვენ თავზე, იმუშაოთ იმაზე, რომ შეხვდეთ თქვენ საყვარელ პარტნიორს, თქვენ ნამდვილ კარმულ პიროვნებას, ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ წინგელოდებათ და რაღაცნაირად თქვენ კიდევ სულ წარსულში იყურებით და ვერ ივიწყებთ, გასაგებია იოლია თქმა, მაგრამ რეალობაში ქმედება ძალიან ძნელია რომ დაივიწყო, მაგრამ უნდა იმუშაოთო, მაღალი ძალები გეუბნებიან, იქ არ დასრულებულა თქვენი ცხოვრებაო და იმუშავეთ თქვენ თავზე, თქვენ ემოციურ ფონზე, იმუშავეთ საერთოდ როგორც ესეთი ძალიან ბევრი რომ სტრესულ, დეპრესიულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ და ფიქრის დრო არ გქონდეთ, იმუშავეთ თქვენი მომავლის პროგრესირებისთვის და თქვენი ბედი და თქვენი კარმა 6-იან მაღალი არკანი შეყვარებულებით ჯერ კიდევ წინგელოდებათ და ეს არ არის დასასრული შენი ცხოვრებისო. სხვა დანარჩენისთვის ვინც უბრალოდ ახლობელი დაკარგეთ იმ ადამიანებისთვის გეტყვით რომ რთულ გზაზე ხარ, ემოციურადო მაღალი ძალები გეუბნებიან და იძირები შენი ფიქრებით, შენი ტანჯვით იმაზე რომ ფიქრობ რომ აი ეს ადამიანი შებრუნდა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ანუ სად უნდა წავიდე, წინ არაფერი კარგი არ მოხდა, ძალიან ცუდი ფიქრები გაქვთ, ამ ფიქრებს უნდა მორჩეთ, ამ დეპრესიულ გამუქებას სიტუაციისას მესმის რომ რთულია, 10-იან შეძლეთ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და ტვირთი გაქვთ სატარებელი აი ამ დანაკარგით თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ რაც უფრო მეტს იფიქრებთ დეპრესიულად, უფრო მეტად ჩავარდებით და ჩაიძირებით დეპრესიაში, რასაც მაღალი ძალები გეუბნებიან რომ არ ღირს თავის ტკივილად, ყველაფერს თავის დასასრული აქვს, გამოგლუვის პერიოდი აქვს და წარსული პერიოდი უნდა იყოს მასწავლებელი რაღაცეებისთვის თქვენთვის, გამზრდელი როგორც პიროვნების და არა ის რომ მთელი ცხოვრება დაასრულო, ასე ვთქვათ, ნეგატიური ფიქრებით, სამართლიანად უნდა მიხვდეთ, რომ ასე იგი დრო არის იმისი, რომ გამოხვიდეთ თქვენი შიშების ლანდისგან, თქვენი პიროვნება დააყენოთ წინ და იაროთ წინ. ძალიან ბევრი შრომა მოგიწევთ, კონკურენცია მოგიწევთ, საკუთარი თავის ემოციური ფონის გადალახვები მოგიწევთ, მაგრამ ახალი ეტაპისთვის 0 მაღალი არკანით უნდა იყოთ მზად უკვე რომ ახალ ეტაპზე გახვიდეთ წინ ცხოვრებაში, სადაც გეუდებათ ემოციური აღმაფრენა მიიღეთ.